რაც კარგები ვარ, ქართველები ვარ, ყველაზე მაგრები, კახელები ვარ, რაც კარგები Danke! Moja! Хай гауш. Ცოცხალი ხარ ბიჭო? რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. ეგრეა, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. კრავი ამომიგდეს, მაგუჯიშოებმა. მადლობა თქვენ სულ არ მოგაძურს. ცოტა გავუძელი. სულ არ დამლეწეს ამ შობელ ძაღლებმა. სანაგვი ახლოა? ო, ახლო. ხო და მე მიტანე და გადამაგდე რა. მოიცა ბიჭო, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთს. ვაჟა მქვია. მაგრამ მიჩეული ვარ და ჯობია ფხინკო დამეძახო. ფხინკო? ხო, ფხინკო. ჯანო. მე რაღაცინებს ბიჭო. აბა ვიტირო ამის დედა არ ვატირე.
მანქანის ნომერი დავიმახსოვრე, შორს ვერ წავდა. რა? შენ გონია რომ მე იმად ძებნას დავუწყე? სულელი ხომ არ გონია? მაინც რა უნდოდა? ვიცი რომ ვიცნობ რომ ვერანახე რა კაცი ჭამიები იყო. არა ძმაო, გადამაგდე სანაგვეზე. მაგას ყოველთვის მოვასწრებ. ახლა საავადმყოფოში გირჩევნია, 3 დღეში ახალ შობილივით იქნება. რა? სიკვდილს გადამარჩინე და ახლა გინდა პროკურორის ხელში ჩამოგდო? საიდანო, რატომო, ვინ იყვნენო? არა მაქვს ძმაო მაგისითა. ყირიმის ომის დროს ქირურგი პიროგოვი ავადმყოფებს მკურნალობდა მხოლოდ და მხოლოდ იოდით. ახლა არ მითხრა რომ პიროგოვზე მაგარი ხარ მედიცინაში. მოკლედ სახლში თითცეტასასმელი იოდი არა გაქვს? დიასახლის როდის გამაცნო? შარვალს რო ჩაეცვა მაშინ. რა არ მაცვია? შევწყვი კაცი და ეგ არის. დაწყნარდით. არ გიყურებთ ბატონო. მაშინ უმაღლეს დამთავრებული კაცი აგურის ქარხანაში მუშაობ ბრიგადირად. საიდან მოხდი ამ დასაკარგავში? მაშინ როცა საქართველოში სულ რაღაც სამინჟინერი მუშაობდა, ემაჩი ერთ-ერთი ბაბუა ჩემი იყო და სხვათა შორის ისიც აქ მუშაობდა ამ ქარხანაში. მერე პაპა შენი რომ მოკლეს ორნი დარჩნენ, არა? შენ საიდან იცი? ჩვენი პატარა საქართველოსთვის სამი ინჟინერი ძალიან ბევრია. ერთ-ერთს მოკლავდნენ, აბა რას ეზამნენ. ჯანო, სად მუშაობ? შენი სპიტყე სად არ მიმუშავე? სად? ბათუმის დელფინარიუმში. ვაჟამინ ზაშვილო, როდის იყო რომ შენ ასე ჩაგივლია ჩემ შიშკართან? სხვა დროს იყო ზიაშაქრო ხომ ხედავ მარტო არა ვარ. გინდა 2 იყავი და გინდა 10. შემეშლე ვარამე თუ რა? მატარებელზე გვაგვიანდება ზიაშაქრო. აი ამ კაცს რო უყურე, სამსახურიდან ყოველდღე თითო აგური მოქონდა თან. გაახვედა გაზეთში ასე პურივი. და სიბერის დროს ეს სახლი წამოჭიმა, რა? ო. ფული თუ გაქვს? ჩაჭკივით. ნუ ვხაკურობ, როცა იქნება შევხვდები და გავსორდებით. სად შევხვდებით? როდის? როცა იქნება. ჩემი აზრით შენ არ უნდა იყო ძალიან ცივი კაცი. არაფერი შეგეშალოს. ჯერ მე თარსია. მეორე ვირიუჩი. მესამე საშინლად ვერ ვიტან როცა. აღარა საჭირო, საჭირო. ლიმონადი გახსენ. ფილის ხوارჩაული. 20 წუთი აგვიერთებს კიდეც. რატომ გონია რომ მაინც და მაინც თბილისში მივიდე? აბა? არა, პრინციპში თბილისშიც შეიძლება. იქ ცოლიც ამყავს და 3 ინგლისლეკვიც. რას გაიხარებენ შენ რომ ამ დღეში გნახავენ? ო, გაიხარებენ. მაგრამ ჩემს სულს რომ ახალი ქმარი ყავს, რომელიც სადაც დამინახავს ჯიბეზე იტაცებს ხოლმე ხელს. თითქოს იქ იარაღი ედოს. შეიძლება უდევს კიდეც, შენ რა სიტყვა? სოხუმთან როგორ აქვს აქ? სოხუმთან. გადასარევად. ბიძა მყავს იქ. მამის ძმა. მოწყინდებოდა უშენოდ. რაც კაცად ვიქეცი, სულ 2 ჯერ მქონდა მილიციასთან საქმე. 2 ჯერვე ბიძა ჩემის წყალო. ოქრო კაცი. მე რომ მკითხო, არჩენ უნდა იყო ძალიან ცუდი კაცი. ღმერთთან დაგიფარო ახლა რომ გამიცნო.
თბილისის დროით 7 საათი და 2 minutი. რა წესია ბიჭო ეს? მე შენ საწოლში დამაწვილი, შენ არ არის ეს შენი საქმე. შენი ბიჭია? თინასი. საინფორმაციო განამ რაიონში ორი ადამიანი არღებულობს მონაწილეობას მესამის შექმნაში. ამჯერად უჩემოდ გავუდნენ ნიულად. ჭრილობები შეგიხურთ და ლოთი არა ვარ, დალოთივით დავიარები. გულში რამდენი ჭრილობა მაქვს და იარები. ამართლეს ვისი სახლია? თინასი? აბა შენ ვისი ტიკიტომარა ხარ? გმური ხარ? გუშინ ხომ მოგიყევი ბაბოჩემს? რა? ისიც ამ სახლში ცხოვრობდა. საღამოს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მარინა! მარინა! ბატონო, გადმოდი! შენთვის მიყიდია ეს კოსტუმი და ეგარ. პარამეცეს დაიხურე. მოიცა. დაიხურე. ვა, Paul Newman. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ბიჭების შეხვედრა. ბიჭებო, რა ხდება, არ მოდიხართ? კავშირი რესპუბლიკის კონკურსის ცენტრალურ კომიტეტთან ერთად აცხადებს კონკურსს. კონკურსში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა პრესის, რადიოს და ტელევიზიის მუშაკებმა, რომელთაც მოვალება 35 წელს არ აღემატება. საკონკურსოდ უნდა გაიგზავნოს 1993 წლის იანვრიდან დღემდე გამოქვეყნებული მასალა. კონკურსში გამარჯვებული ავტორები ბიჭვინთის შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას და დაჯილდოვდებიან სიგელებით. მასალები 10 ნოემბრამდე უნდა გაიგზავნოს მისამართზე თბილისი 96, ლენინის ქუჩა 14, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი. რამდენიმე წუთი ჯაზის მოყვარულთათვის უკრავს ერულ გაძიებს. აბა მე წავედი. ლაშა შენ მარინასთან იქნები. ჭურჭელი გარეცხეთ, მაგი და ალაგეთ. ჭკვიანად იყავი. დახვამდის. ხინგო. იცი? რაც შენ უცნობ კაცს იკეთე გამიკეთე. ამ ყველაფრისათვის შევძლებ როდესმე სამაგირო გადაგიხადო. ალბათ ვერაც მოდან უზდაელოდე. წამოვიგვიანებთ. ვა, ეს ურემი თავისი დადის. კიდე ფრთები მოვაბად და გავაფრინოთ. ჯაჯაკი. ეს შედახედია ბატონოთ. შემოდი. ხვდები. ბატონო ოთარ. ეს ის კაცია, გუში რომ გელაპარაკეთ. ერთ წუთით. მაჩიტაძე. ხოიძე. ძალიან სასიამოვნო. გაიცანით ჩვენი რესტავრატორები არიან. ხოიძე. ბურჯანაძე. ოთარაშვილი. ხოიძე. დაბრძანდით. მაყვალა სასტრაფოდ მომიძებნე მიქელაშვილი. მიქელაშვილს ზებნა არ სჭირდება. მიქელაშვილი მუდამ ადგილზეა. მოდი აქ. რა შესაძლოა? აი ამ კაცმა უნდა შეგცვალოს. გაიცანი ამ ხანარი.
ჟორა ხაშურსკი. ჩანო ხაშმელი. ჟორა, შეიყვანი ამ ხანაგის საქმის კურსში. ხო მართლა? ვინიაშა გუშინ ამათ? კელაშვილის პროდუქცია. რა ვქნა, რაც დამჭა ის მივეცი. ჩემი ბრიგადის აგური კი ურუგაშვილმა მოღუნა. და გააქანა წყალტუბოში არა? მე ხომ გითხარი რომ ამ ბანდიტის ბრიგადის აგური მხოლოდ რესტავრატორებს მიეწია, კი ხომ გითხარი? საკუთარ თავს დააბრამა. ჩამსხდარან ამ ბატონის ციხეში და ცხურის გარეთ არ ყოფენ. მე გავაფრთხილე, რომ ერთი კაცი ყოველთვის გამოვაყოლონ მანქანას. ხომ არ აჯობებს ჩვენ თვითონ დავდგეთ ღუმელთან. მე თუ მკითხავთ, სწორი ბრძანდებით. უნდა დადგეთ კიდეც. ცოტა თუ არ დატრიალდით, დღეს საქმე ისე არ გამოვა. მე ვერ გავიგე რა სერჩით ამ ჩვენს აგურს. ძალიან რომ ამაგრებთ ამ ციხე დარბაზს. ვისელოდები. შაჰაბას თუ მურვანყოს. მოიცა ჟორა. შენ ვერავი თუ თმახარ ამ საქმეში. წაიყვანეთ ეს კაცი დოდოსთან კადრებში და საერთოდ. მიხეეთ ამ ხანაკს, საბაჰე, დატრიალეთ ახლა. აჩვენეთ ნიმუში. მეცამეტე საუკუნეა. იცი რას გეტყვი გოგი? მომეცი მეც თითო აგურზე თითო კვერცხი და არც დღეს გავაკეთებ ხوارეს. ზომები? რაოდენობა? გაიგეთ ხალხო, სამოდელო ნიმუშებს თქვენთვის ამზადებს მხოლოდ ჩემი ბრიგადა. ხელით. ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკის გარეშე. აი 60,000 ესეთი აგური და სამუდამო თავს დაგანებებთ. თქვენ ხომ არ გაგიჟდით ხალხო? ახალი ციხესიმაგრის აშენებას ხომ არ აპირებთ? ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მინიმუმს და ფასადის მოპირკეთებისთვის. აი ნახეთ, ყველაფერი აქ არის გაანგარიშებული. ო, ხანდახანო ქვევრებსაც ვაკეთებთ ხომ. ვინო ხო სადმე უნდა ჩაასხა. გამარჯობათ. გაგიმარჯოს. ვა, ამას აქ რა უნდა? ერთ კვირაში მაგას ნახავ იქით. სად? გამოჩენდა. ძიაჟორა მარტო რატომ ხარ? სულ მარტო არა. 40 წელია ამ კისერზეა აგურის განაწილება და ადგილზე მიტა. მარტო ცოდო არა ხარ ძიაჟორა. ცოტა დამაცადე და ორ დღეში შენთან ვიქნები. ხომ გითხარი ფრინკო მარტო არ დამპოებს მეთქი. ახებს ყურებს ერთ-ერთ თავის მუქთახორას და ტრიხ აქ არის. რომელ მუქთახორას? გამარჯობა. გაუმარჯოს. აი თონიდან შოთიპური თუ ამოუღია რომელიც. აი შენ ამოგვიღია? ხო და ახლა მოგიწევ. ღუმელიდან აგურის გამოყება დაახლოებით იგივეა, გასაგებია? აბა ჩაიცვით ხელთათმანები და ყურადღებით მიყურეთ. რა გითხარით მე თქვენ? იცოდეთ. ორჯერ საერთოდ არაფერს ვიმეორე. სათითაოდ შემოხოთ, აბა წამოდი. მოიცა? შემოდი. ეჭე. ჩადი. შემდეგი. ჩარა. აიღე. ჩადი. შემდეგი. შემდეგი.
ციხის ხარისხი ისეთია რომ აგურის დამძლეობაზე ლაბარაკის ასაცინოა. არც რომ ეს დისციპლინა ამაღალდონია. იცი რა ზგე? მე წესიგზე ისეთმა კაცმა ილაბარაკა. მოიცადე თუ იმაღალ. ასე არაფერი არ გამოვა ბატონო. გეგმას თუ ვერ შეასრულებ, არაფერი არ გამოვა. რა გეგმა, როცა იპარავენ ბატონო, იპარავენ აგურს და მე როგორც წუნს ისე აფორმებენ ხოლმე. რა ფორმებენ, ჩამოწევენ ხოლმე. მართალი. წყალდუბო გაიხსენეთ, წყალდუბო. ჯერ იყო და ტვინი წაიღეს აგური სად არისო? მერე კიდევ ის აგური სადგურზე ეყარა 4 თვეზე მეტყანს, აწინდა და ათოვდა. ლაბორატორიის დასული. ლაბორატორია შეეშვით, ლაბორატორიას თავიდანებეთ მე თქვენ გეუბნებით. მოშინდელი ხლაპები. არაფრის მაგნისები არ არიან და სწავლაც არ უნდა. გამარა შენ გაჩუმდები თუ არ გაჩუმდები? ისიდორე, შენი ხმა არ გამიგონა იცოდე? ხალხამ, ბაზარი ხომ არ გონია? შენ მეკითხავს ის ბავშვები სწავლობენ თუ არ სწავლობენ? დააგრძელეთ დოჩიაშვილო. დიახ, იმას მოგახსენებდით ამხანაგებო. მეტეხის ციხე, ძველი შუამთა, გრემი, გურჯაანის ბაზილიკა, ჩვენს ქარხანაში გამომწვარი აგურით არის ნაშენები და არაფერი უჭირთ. დღესაც დგანან. სამწუხაროდ ისტორიას არავითარი დოკუმენტაცია არ შემოუნახავს წუნის არსებობის შესახებ. დიახ, აი ასე ამხანაგებო. სხვათა შორის აგური ურმებით გადაჰქონდათ. მზეში და თოლში, წვიმაში და ქარში. მაშინ, როდესაც ქართველ კაცს ცალ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში თოხი იბრძოდა, შრომობდა და ქურდობისთვის არ ეცალა. დღეს, როდესაც ჩვენს რესპუბლიკაში ამუშავდა მძლავრი აგურის ქარხნები, ჩვენი წარმოება ერთ-ერთი უძველესი საქართველოში დატოვეს მაღალხარისხოვანი აგურის გამოსაწვავად. და ჩვენ ეს პატივი და ნდობა უნდა გავამართლოთ ოთარ დავიდოვიჩის ხელმძღვანელობით. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ყველაზე კარგები, კახელები ვართ. ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. ეგრეა. რაც კარგი. ახლა შეჭდა უმსგავსო საქციელი ამხანაგო მიქელაშვილო. იცი თუ რასად იპყრობები? დახურაგერები. აბატონო, რა პირობებში გვიწევს მუშაობა? ოთარ დავიდოვიჩ, წინადადება შემომაქვს. მიქელაშვილის საკითხი პირველსავე კრებაზე გავიტანოთ. რამდენი ხანია რა ჩვენს ქარხანაში მუშაობ ამხანაგო დოჩიაშვილო? ვერ გავიგე? რა ვერ გაიგე კაცო? მე გეკითხები, რამდენი წლის მუშაობის სტაჟი გაქვს მეთქი ჩვენს ქარხანაში? 1 წელს არ არის. თუ არ ვსწრები. ხო? აი მიქელაშვილი კი ნახევარი საუკუნეა ამ ქარხანაში მუშაობს. და 5 წელია მუხდასოკელი მოიტყოდო პესკეს გავშვათ. ვერ უშავ ბატონო. კადრები არ ყავს დაიხტო. თოგი მაგოს ბაგირად შავ დაფაზე გამოვკიდეთ. და საერთოდ ვის რას იშტილდება ის შავი დაფა? მაგალა გისმენ? ჩავიდა თეთრი აბაროს გამოჩნდება. შენ რაღაცინებს. მეცინება და რა ვქნა? დავასაე ცოტა. შენთვისაც მოვიცლი. დააგზავნე დოჩიაშვილო. მე უკვე დავამთავრე ბატონო. გახეთ. რა ფეხები გებლანდება? აბატონარად. კინგო. ოიცა რა? მეც მოვდივარ ზიაჟორასთან ფეხბურთის საყურებას. ჩვენ რო კინოში მივდივარ, ამბობენ მაგარი დეტექტივია, წამო. გაგიჟდი? სიბნელეში დავჭირდა და ვიღაცის ცხოვრებას უყურო 2 საათი. სტუდენტი ხომ არ გონიო? რაში კარგავ დროს, აღა დრო ჩვენი გინო. შენ რა ძუნწი ყოფილ ხარ ბიჭო? 2 საათის გენანებას ხუთის რომ დაკარგო. დავედი. გამარჯობა.
საბატონო ბოდიშვილი რომ გაწუხდეთ. თქვენ მიცით რომ ამ ქვეყანაზე რაც კარგები ვართ ქართველები ვართ და იმას შორის ყველაზე მაგრები გახსნით. ეს არ დაგიგია. მე-12 საუკუნეა. ხედავ რამ ხელა განსხვავება. ჩვენ მეც არაფერს არ ვითხოვთ, ხენგო. ეგ ბატონ ოთარს რამენაირად დაუხსნა რომ 6000 წალი ამ ზომის აგური გჭირდება. მესმის ნელია ეს ჩვენთვის, მაგრამ სხვანაირად საქმე არ გამოდის, ნო. აი აქ სხვა ზომის აგური არ ჯდება. არცად? არცად? ეს არის. ავიდეთ. ახე, აქაც იგივე მდგომარეობა. დავხსნა. ხენგო, ესმის, მოდი. აი ნახე. რასაც აქ ჩამონგრეულ ადგილებს ხედავ, სულ ამ ზომის აგურით არის აღსადგენი. აი ეს არის ქართული აგური. გაიგეთ? შენ გაიგე? მაშ. მირზაშვილი! მირზაშვილი დირექტორთან! მალე მო არაფერი არ გამოვა. მე ამ კაცის მანქანაზე აღარ დავჯდები. ისევ რაღაც უბედურებას გადავეყრები და შარისთან აბა რა ვქნათ, ჰა? როცა კაც დედავათ ახავს და სამანტყოფოში წასაყვან. ო, სხვათა შორის გაბოს დედა 86 წლისაა. ახლა სადღაც რაღაცა ეთკინება. მაგრამ მე ვიცი რომ გუშინ საღამოს ზიაჟურასთან სტუმრად იყო. სუკოლას მოუგო ლოტოში და სანამ ტელევიზორში ჰიმნი არ დაუკრა, სახლში არ წავდა. ორთან მოუსტაკედან. ორთან მოუსტეთ მეთქი აქედან. ხალი ბეღი არ ნახვა! ჩავდა კაბინეტში! სხვათა შორის წუხელ დედაჩიმა 87 კაპიკი წააგო. დედას რომ კლავ ყოველდღე არ წვენია ბიჭო. მიშველე რა კაცი არა ხარ. სამი რეპეტიცია ისედაც გავაცდილი. და კაკი მამროლიდან თუ მომხსნა მიმიფურთხებია მე ამ აგურებისათვის, მიმიფურთხებია გეგმისათვის და საერთოდ ყველაფრისათვის. გაპიესად და ოტელოს. კაკი მახარაძე ოტელოს უბერავს, ხო? აფარა სიზამს. მოიცა. შერას თამაშ. კასიოს? ეგრა. აი მომეც გასწრება მომეც. ოღონდ უკანასკნელად გესმის? მიქელ კაციო, ჩემზე იყოს. Сержур. Здравствуйте. Гамарджан Генац. Амка, здравствуй. Маша. Маша, может, встретимся возле тира? Возле тира не моя квартира. Привет, Синько.
როგორი ბიჭი მოგიყვანე? გადასარევი. Возле-тира. Опа! Абагада. Опа. ხინკო მე შესმეტი არავინ არ ამყავს. ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩვენი პაპები ერთად ცხოვრობდნენ. მოწვალო. პირდაპირ მითხარია შეესაბამება. ოპა! ჯანუ შენი მეგობარია. გასაგები. გამოცვალება ხომ არ გთხოვ? როდემდე ვიყო მარტო. ტენიგო. შენის თანაბეგო მარტო არასოდეს არ იქნება. ჰა. აუ რა კარგი დღე არის, აუ რამდენი ქალია, ტირში მოვიგე, ტირში. ხვალდილით რესტავრატორებთან მივგრიალებ და შენი ნახელავი ქართული აგური მიმაქვს. ოიტა ჭიქები. დღეს მივდივარ თბილისში. ჩემი მწვრთნელის გარდაცვალების დღეა. როგორია საქმე? საქმე? გადასარევად. ზიაჟორა ოქრო კაცია. დანარჩენებსაც არ აუშავთ. ოიტა ჭიქები. დალევას არ დაგაძალებ. ცოტა ჩქარა. ჭიქა-ჭიქაზე მომიჭახუნე. ხინგო რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ არ ამცემი. ცოლი მომყავს. ო. თინა. ერთი შენი სიტყვა და ჩავშლი ამ საქმეს. მე რა შუაში ვარ. ოღონდ ერთი რამე იცოდე, თინას მოტყუება არ შეიძლება. იცი. უკვე ბევრჯერ მოატყუეს, არა? არაფერი არ იცი შენ. ხომ არ გონია ჭუქში ვზივა? იცის თინამ ვინ არის ლაშას მამა? მე რა ერთხელ შეყმაში ვინც ეკითხა? ბევრისთვის მომიწევდა კვების ჩამოღება. გარდა ამისა, სულ ფეხებზე მკიდია რა სჭარაობენ ამ სოფელში. მე მიყვარს ის ქალი, მორჩა და გათავდა. მე მგონი არც ის უნდა იყოს გულგრილი. ხვერთ მაგდას. ხოდა მოემზადე. იცოდე თამად ახარ. არ ვსვამო, არ გამაგონო. აბა შენს ჩამოსვლას და ჩემს დახვედრას გაუმარჯოს. გაუმარჯოს? რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. Thank you.
ისე ბანდიტო აგურის ქარხნიდან მოაღწიე სახლამდე. ორ დღეს დავრჩები დედა. მოგაგონდა დედა. როგორაა საქმე ამთავრებ? ოი. ხშია. გელივით. ახლა ხო, მართლა. შენი ბოლო წიგნი ავტოგრაფი ჩვენს დირექტორს უნდა ჩაუტანო. თავისი შვილიშვილისთვის. საინტერესოა, მე როდისღავი ღირსები შვილიშვილს. ცოტაც მაცალი და ჩაგიმწკრივებ ფეხბურთის გუნდს. მე ვნახოთ რაღაც დაძრ. არ დაურეკიათ? დარეგეს. ომიაძემ დარეკა. მერეგია გვარამიამ დარეკა. კიდე ვიღაცამ დარეკა და ხმაზე ვერ ვიცანი. არა, მაინც რისთვის იკრიბებით ცხვირმონგრეული ბანდიტები. რას ეიმობთ ამისთანაც? შეწირული კაცი იყო ეგ თქვენი ჩხუბის მასწავლებელი. გამარჯობა, ფიცრე. რა მოხდა ხალხო, ა? ცხოვრ პირდაპირ ჩამოგტირით, პანაშვიდზე ხომ არ ახარ? ვაჟა, შენ მაინც მითხარი რა მოხდა? არის ციო. რა უნდა ვიცოდე, ეს წუთია თბილისიდან ჩამოვედი. აუ, თქვა ის შენი აფერისტი. ვინ აფერისტი? ენა და ჯანა. როგორ თუ აუთხო? როგორ დაჭრელა? გაქრა, აღარ არის კაცი. და შენი ნაწოლები აგურით ზედ მიხვა. რა ნაწოლები? აი რესტავრაციაზე რომ მიხონდა ისინი. რამ გამოგაშტერა ბიჭო? არც შენი ძმაკაცი ჩავიდა რესტავრატორებთან და არც აგი. მე კი სულელი პრემიას ველოდებოდი თქვენ ხელს. აგურით რა გაქრა? სახში ხო არ წაიღებდა? ჯანდაბაში. მაგის დარდინო გაქვს შენ. გამოუნახავდა იმაგურს გადას. მოგატყუ. შეიგნე კაცო. იქნებ რამე შეემთხო. ის შეემთხვა რომ ყალბის საბუთები დატოვა კადრებში. ვერაფერი ვერ გავიგე. ყველაფერს გაიგებ დირექტორთან რო შეხო. დილიდან გელოდება. ესე იგი, დღეს რო შევუდგებით ამ საქმეს. მე უკვე შევუდექი ბატონო ოთარ. სამ დღეში ანზორი ჩამოვა და დაიწყებს გამოძიებას. ანზორი სად არის? დაში ასული სანადირო. შენ გაჩუმდი. შენი ხმა არ გადიგონო, სანამ რამეს არ კითხა. გამოძიებას რა უნდა მთაში? ქალაქი მტაცებლებით აისო. ხომ გითხარით, ანზორი შვებულებაშია ბატონო ოთარ. სადაც უნდა იქინადირებს. სამ დღეში მე გავარკვევ ყველაფერს. შენ საქმეს გაარკვევს მილიციის ორგანოები. შეეკითხე გოჩა რაც გაინტერესებს და გავიდეს აქიდან. სადიპოვე ბიჭო? ეს ჯანო ფრუიძე.
მოპასუხე. მინდორში. ხედავთ? შენ სერიოზულად გეკითხებიან. საიდან მოიყვანა ეს აფერისტი? ყალბის ამოთებით. მოიცა. და საერთოდ, საიდან გამოგეკავ ხოლმე ასეთ ტიპებს? ჯერ იყო და მოათრია ის როგორ იყო. მე ჭურჭლიშვილი. ხო. რომელმაც ერთ კვირაში მთელი ბრიგადა მეთევზევა აქცია. შემდეგ ამ მუშებს ბინარის პირას დაძებდით. შემდეგ ის დარკული არსენიშვილი ტიპიკოს ვარო რომ იცახდა. კიდე ამ მთელი გახანა აგი პეტრა. ეს ბანდიტი, ოხერი და აფერისტი. არ ვიცი რა ქვია ამას. რა შეგპოლგოლანას თაღლითები. უპასუხე უფროს. გოჩა. გარეთ გავიდე და ყველაფერს მოგიყვები. ხომ ხედავ აქ სიტყვის თქმას არ მაცლია. სიტყვას სასამართლოზე გათქმევინებენ. ხო, მართლა. ეს თქვენ შვილიშვილს ავტორისაგან. გოჩა, გელოდები. არ მინდოდა მეთქვა ფრენკო, მაგრამ 300 მონეტი მე გამომართვა. 300 გელაშვილს. ქორწილისთვის მჭირდება. თინამ თუ იცის? ალბათ იცის. ძიაჟორა ისეთ სახე ქონდა, კეთილი თვალები. უსინდისოს არ გავდა, იქნებ რამე ხიფათი შეემეცა. კარგია. აგე? გოჩა! მართლა მეტი არაფერი არ იცი? მართლა. გაუნძებელი 19-ში იქნება? 19-ში. ხო და 3 დღეში მეც ყველაფერს მოვაგვარებ. მიწის ქვეშ რომ იყოს ვიპოვი და ამოვიყვან. მოდი დაჯექი. დავჩები ცოტა ხანს. გოჩა, თუ ძმა ხარ, თინას უნდა გაკითხავთ. დამიჯერე მან მართლა არაფერი არ იცის. ო, კარგი. სამ დღეში აკავ. კარგი. დედა სახშია? სახშია. გვაცალია კუკური მე ვარ ფხინკო შენ ახარ ბანდიტო როგორ არის საქმე ცოლს ხომ არ თხოვლობ კუკური მე რეაგიხსნი ყველაფერს ახლა ძალიან მეჩქარება სასტრაფოდ უნდა გამიგო ვის ეკუთვნის ჟიგული 52-39 გერჩე ავარია ხომ არ მოგივიდა არა არავითარი ავარია სულ სხვა საქმეა 10 წუთში დარეკე ალო ჟიგული 52-39 გერჩეს პრობლემის მისამართია ბათუმი კონკავშირის 5 მირიან გოგენი
რას მიქარავ შენაკ? ტყეში ხომ არ გონია თავი? აბა გამარეკე მარცხნივ. იქ მოგელაპარაკები დიდ მუხასთან, ზაჯარედინზე. არ შემიძლია გოგია, ძალიან მეჩქარება. უნდა მაპატიო. ო? გაპატიო? იქნებ მგონია რომ ერგიცანი. ორჯერ ხო დამიძვერი ხელიდან. ბანდიტი ხარ შენ აგურის ქარხნიდან. აბა შენ მაგაპატიო სახლში. როგორ ძმას ისე ხო? საქმეს რომ მორჩები მე თვითონ მოვა შენთან განყოფილებაში. აბა გამარეკე სადაც გეუბნებიან. ვინა შენ დასაცინი? ჯერ კაცი შვილს არ დაუცინია ჩემთვის. შენი გამიხდი ამისთანა. აბა გამარეკე დიდ მუხასთან. სანამ არ დამიხვრეტი ასაბურავები. ჩარაბეთკი. გოგია მე ფაბშვილი შენ ფარო გამარჯობათ. გამარჯობათ. მერიანის სახლშია? ვithom არ იცით რომ შინ არ არის. რა უნდა ვიცოდე, ეს უთია თბილისიდან ჩამოვიდე. მაშინ მოგწანდით. მაინც რა მოხდა, სად არის? ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ვიცი ვისთანაც არის. მაინც და მაინც რატომ ფიქრობ? იქნებ საქმე გამოუშვა და გავარდა მანქანით. სადღაა მანქანა? ბაღიდა. ჩანს მართლაც ახალი ჩამოსული ხართ. თორნიკე. მამიკოა? ყოფილი მამიკო, შეგიძლიათ გადასცეთ თქვენს მეგობარს. არ იკითხავთ ვისთან არის? იმ ქარაფშუტასთან. ქალის სახელს რომ შეგაძულებს. ვინა ამისთან? ყოველ ზაფხულს ჩვენთან ქირაობდა ოთახს. ვითომ ქმართან ერთად ისვენებდა აქ. ჩუმჩუმელა კახბა. თანაც პოეტად ასახებდა თავს. გაგიგონიათ ასეთი პოეტესა. ქეთის ართანია. არა, არ გამიგია. მანქანა ვის მიყიდა? არ ვიცი. ყოველ დღე მაგ მანქანის მყიდველებით იყო სახლი გაჭედილი. ის დღე დაიქცა, როცა ეგ მანქანა ლატარიაში მოვიგეთ. აბადეთ, მე არაფერი ვიცოდი. თქვენ მოგეღლათ. დაბრუნდება. არავის არ სჭირდება იმისი დაბრუნება. ძმები ხომ არ ახარ? Папхинко, бандитский кирпичного завода! გამარჯობა. რა იყო რა მოხდა? სასტრაფოდ გჭირდება მირიან გოგიტიძე, სად შეიძლება ნახოს კაცმა? ცოლის ნათესავი ხომ არა? არა. მანქანის ამბავი. მე 20 კილომეტრზე მეთევზესთან იქნება, ქოხში. ხასანას იკითხავ ყველა მის. საღამოშვიდობისა, კეთ.
Привет. Привет. Паатам გამოგზავნათ? რა შვება? ისევ სვამს? ხარებთ. მერთო ჩემო ეს რა ჩავიდი. დაიღუპება ის საწოდავი და დამნაშავე მე ვიქნები. მოგწონს პაატამ ღერის. სასწრაფოდ უნდა წახვიდე თბილისში. ხუღუმ გამომგზავნა საქმე მოხშენთ. გვერდზე გავიდეთ. და მინდობილობით მივეცი. მესტიაში ცხოვრობს. გარსევან ჭგადობა. პოემის დირექტორია. რა საქმე გაქვს იმასთან? ძელი ამბავია სხვა დროს მოგება. ჩემთან სახლში თუ ვიყავ. როგორ არის? ჩემი ბიჭები თუ ნახ. ნახ. გლეჯავენ და ლეწავენ ყველაფერს. ამას რა უყო არ ვიცი. სიმთვრალეში ვეფიცებოდი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია მეტ. საცემი არა ვარ. თუ გინდა მევწდი. რა? არა. ცემას კი არა. შენ ახლა ფაცხაში წადე. ვითომ საუზმის მოსატანად. უკან რო დაბრუნდები ეს აქ აღარ იქნება. სად მიდის? სათოხლავთ. აი აქ მაგ მაგის თოხლი დასმა. აბაჩკა რა იღე შენი ბარგი ბარხანი და მომყევი. იცოდე. პატას რამე დაემართოს. თავს არ მიწევს. დავედი. ნახევარსაათში ბათუმი თბილისი ჩამოვიდეს. სადგურთან ჩამოხვალ, ოღონდ სწრაფად. მე მომდევარ. მირიანი? მირიანი ახლა გიჟივით გარბის სახლისკენ. რა? იმ სიტყვების მერე რასაც ის მე მეუბნებოდა. მოდი და ენდიანის მერე მამაკაცებს. მართავით. მოვიდა. დიდი ხანი არ მოსულა. 10 წუთი დააგვიანა, აი. გამარჯობა.
აგიმალოს. ერთი ჭიქა დაგვილია. არა, ვსო. მშვიდობის. კარგად დაყოლს. გოგო, მესამე თვია წილი აღარ მაქვს და მოსვენება. დაანებე თავი აქ მუშაობას სამომყევი მთაში. იქ დიდი სახლი მაქვს. მარტო მე და დედა ჩემი ვცხოვრობთ. შენ იქნები მესამე. რა შემჭირდება შენისა? მე მარტო 3 ოთახი მაქვს. საძინებელი, სასადილო და კაბინეტი. მარტო 3 ოთახი. გესმის? დედა ჩემი ისეთ აჯიკას აკეთებს, რომ თითებს ჩაიგნედა. მე არ მიყვარს აჯიკა. ვისაც უყვარს იმან ჭამოს დედიკოვზით. გოგო. ბიჭო, მაგარა ჩამივარდა ტალახში მიშველი. მე რაღაცინო. აბა რა ვქნა ვიტირო? ავტოინსპექციას ხომ არ ეთესებოდი? ხო, კარიერიდან დავუშვი და პირდაპირ ტალახში ამოვყავი თავი. ოჩა, გმადლობ. გაიხარე შვილი. ოჩა. ეს ვინ არის? დიასახლისია ჩვენ. საწყალ მამამის ამოხმენდა ხოლმე ჩვენთან პოსტა და პროდუქტი. ერთ ფრენზე მუშაობდა შტურმანად. მაგარი ბიჭი იყო. რაღა ბევრი გავაგრძელო. ძლიერ ქარიშხალში მოვა. კლდეს შეასკდა და შეიწყალოს. შესამდობარი იყოს. შეიწყალოს. მეგობნები. არავინ არ ხავს. დედამ მშობიარობას გადახოლია. მამამისი ზრდიდა. ჩვენ რა ხალხი არა ვართ. თუ შეიძლება ერთს ვიტყვი. ზად ვიგენაცო. ბიჭო, კინ დაიჯერეთ, კინ და არა. ნახევარი ქვეყანა შემოვლილი მაქვს და ასეთი გოგო არსად არ მინახავს. არა, მართალს არ ვაყო. არ მინახავს კი არა. ისეთი გრძნობა მაქვს. თითქოს დიდი ხანი არაც ვუსწრებ. ბავშვები. გამარჯობა.
ოფიცერ. დარაჯი. რამე რო იყოს ასეთ ტიპს როგორც მე ვარ, ცოლად უგახუროთ. სასწრაფოდ სვანეთში მივდივარ. ხა 5 საათი თბილისში დაგრი. ვერასე. ახალი ფილარმონია ხომ იცი მრგვალი შენობა. იქვე ქალის ქანდაკება დგას გაშლილი ხელებით. ხვალ საღამოს 5 საათზე მოხვალ. ბიჭებო, სასაკლაო საით არის 12? ვის ეძებ? დირექტორს. ძალიან გიჭირთ პასუხის გაცემა. რა თქინდა გარსევანი, რა საქმე გაქვს იმასთან? ეგ მე ვიცი. მერე ჩვენ რა ვიცით შენ ვინ ახარ ან რა გინდა? დალევ რამის. რა უნდა დავლევ, ვერ ახედავ საჭესამზი ვარ. ხო მართლა მურთაზი აქ არის ჯაჭვლიანი. ჩემი მეგობარი ადრე წყალბურს ამოშობდა თუ გახსოვთ. ჩემი მკვიდრი ბიძაშვილია. ხო? ხო. სასაკლაო ქოითა. კოშკის უკან. გამარჯობა, ბატონო გარსია. ვერ მიცანით? რომ მეცნე სახელიც მეწოდინებოდა შენი. მე ისე ვარ, ამ ერთი თვის უკან ჯანოს რომიოშვილი. თბილისიდან. არა, მილიციიდან არა ვარ. მე იმ კაცის მისამართი მინდა თქვენ რომ მკლავდით. კარგად მომისმინე ბიჭო, რასაც გეტყვი. მე ჩემი მანქანით 2 წელიწადია მესტიიდან არსად არ გავსულ ვარ. მხოლოდ ერთხელ ვიყავით ყვარჩელში. შენ ამბობ რომ ჩვენ ვიღაცას ვკლავდით. რაღაც არ მაკუნდება. მაგრამ თუ ვკლავდით ვინმეს, ალბათ იყო მიზეზი. რაც არც შენი საქმეა და არც სხვისი. მე ყველაფერი გითხარი. Sortman, cut. Скавиш там des ajitsuach. Eçxpea? Ho. Garsevan seyxet xeldeceya. Ho. Amre xoaçeda. Reza, çumixa. Ha.
გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენ გაგახარათ მართლა. რამდენი ვირბინე თქვენ ზებნაში? ჩვენთან ჩამოხვედი? კი. უნდა აღვნიშნოთ. მანქანით რო ვარ? დღეს სტუმარი ხარ ჩვენი. თვალს თუ ფხიზელს კაციშვილი ხელს ვერ გახლებს. სორთმან, აღე. მირიანმა მითხრა რომ მანქანა თქვენ მოყიდათ. ეს რო გავიგე ბათუმი და პირდაპირ არ გამოვარდი. გარსევანი ვნახე უკვე, მაგრამ ვერ გავიგე. ან არ მიცნო, ან მართლა ვერ მიცნო. ბიჭო, მოკლედ თქვენი იმედი გამაქვს. მარტო ის მითხარით, საიდან არის და რა ქვია და პირობას გაძლევთ, თქვენ დაწყებულ საქმეს მე დავამთავრებ. სამაგაც. ხინგალი ჭამე გაციუდება. ჩვენ არ გვაინტერესებს შენი ამბავი. შენ რა გაინტერესებს ჩვენი? გამომძიებელი ხარ? არა, გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ მაინც მაინტერესებს. მაშინ იცი რას გეტყვი? დღეს ჩვენთან კინოში ახალ ინდურ ფილმს უჩვენებენ. აი, ამბავი. თანაც გრძელ-გრძელი სიმღერებით. წადი და ნახე. წავალ და ნახავ. ხამის გასათევი თუ არ გაქვს წამოდი ჩემთან. ამ სორთმანთან. გმადლობ, დღეს უნდა დავუბრუნო. ალჩეთ, ალჩეთ. აბა კარგად. ეს მამალეს ბოინს ვერდი. ჩვენზე რამდენი? გადახდილია. მე გეტყვისა ცხოვრობს ის კაცი. ვინ ჯანო? იმას ჯანო არ ჰქვია. შენ საერთოდ ვიცი. მაშინ გულისთვის ცემდნენ იმ არ არის ეგ შენი საქმე. იმისი ნამდვილი სახელი და გვარია რობერტ ბაგრატაშვილი. ცხოვრობს კახეთში, სოფელ ზემო ქორში. გარსევანმა არ უნდა იცოდეს ეს. არცამად არ მინდა სიბერეში ცოდვა დაიდოს. გარსევანი შენი ძმა? არა, მამა.
ფინკო რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ვისაც შენი დანახვა არ გაუხარდა ძაღლი მიაკუდეს სულში მამის საფლავს გეფიცები ოჰო მართალი ხარ ძელი გერგება შენ ვარ მე მოგნახავით დაკახე მე რომ წელისთვის არ მოვსულ ვარ მარისთვის დაჭერას ხომ არ მიდირებ არა ციხეში კაცი იმედით ცოცხლობს იქ რომ გაგიშვა ის ხალხი მეწოდება რწმენას მოუსპობ მაშ რა გინდა კარგად მომესმინე ბიჭო ჯერ ერთი ისაგური როგორც გააკრე ისე გააჩინე და ადგილზე ჩააპარე ცოტა უნდა იჩქარო სანამ გამომძიებელი ოფიციალურ ძიებას დაიწყებს ხომ ხვდები რომ ასე უკეთესია შენთვის გასაგებია დღესვე მიიღებენ აგურს სხვა რა გინდა ცემა მინდა შენი ეგ არც ისე ადვილია ფხინკო თუ ბუჩქებში სამი კაცი არ აკყავს დამალული მარტო ვარ რობერტ გადაგაგდო სანაგვეზე მოგკლავ შედაბა რადი ბიჭო შაედი აიღო რა მოხდა რობერტა ბაგრატაშვილს აკლამდა უფრო ჩაოლიდა ნეგნები შეკითხებზე არ გასუხო კარგი გაუშვითო სახელი გვარი მისამართი ხვაჟა მირზაშვილი თბილისი არსენას 2 აგურის ქარხნის მუშა ბრიგადირი სასწრაფოდ უნდა გამიშვა თბილისში ზუსტად 5 საათზე ფილარმონიასთან გოგონა მელოდება სოფლიდანაა ჩამოსული და თბილისში ჩემს არავის იწვევს პაემაზე გაგვიანდება შეაგეთ ხარს იქით საბუთები მარტო ეს ამქს ხუთსაათზე ფილარმონიასთან გოგონა მელოდება სოფლიდანაა ჩამოსული და 5-ამდე ჯერ კიდე 2 საათია გეცვალე იგეთ პაემას მოგიწყობ რომ მთელი ცხოვრება არ დაგაგწეს ვენახში გიმუშავნია შენ არა 10 დღე რომ მოფლად დაიყურები შეიძლება 15-იც მე ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდები მაინც რას ერჩოლები ჯერ კაცს ღირსი იყო და იმიტომ ეგ მეც ვიცი რომ ღირსი იქნებოდა მაინც ალბათ ხალი გულითვიდა რა დამარაგინეთ თუ შეიძლება ცხელი ხაშლამა ხომ არ მიგვერთა დროებით დაკავების იზოლატორში ამიდო როდარე ყოიმითო რა იქნება ხა გაიოს დარეკე ხო თბილისი დამაკავშირეთ 93 50 48 მილიციიდან დიახ სასწრაფო დავეცდი აბა რას ვიზამ სასწრაფო ბიჭო თქვენს ხელში არა ვარ მოდი ჩავსხდეთ მანქანაში გავარდეთ თბილისში შევხვდეთ ჩემს საცოლეს მე უკან დავუბრუნდეთ და ჩამაბარეთ იმ თქვენ მოსამართლე ჟანს საიდანაა შენ საცოლე გუნდიდან პირველად მესმის მეც პირველად გავიგე ახალი დასახლება მთებში შემთხვევით მოვხვდი იმ სოფელში ხო და შევთანხმდით რომ 17 აგვისტოს ესე იგი დღეს 5 საათზე ახალ ფილარმონიასთან შევხვდებოდი მე იმ შენ საცოლეს მშობლები არა ხო არა ასე პირდაპირ გაიცანი და გადაწყვეტე ცოლად მოყვანა ხო გადავწყვეტე მოდა იმანაც დაგინახა და გაგიჟდა რა აი შენზე მე მგონი არ გაგიჟდებოდა მეთომ რატო გაიგებ რატო
რატომღაც? იცი რას გეტყვი? ჯერ ისიც აკითხავია, მე თუ მომეწონებოდა ის შენი გოგო. დედა ნუ მომიკვდება გაშვება მინდოდა შენი, მაგრამ ეხლა ვხედავ რომ წდებოდი. არა, შენი გულისთვის კაცმა რისკი გასწრებს. არა. ვითომ რატო? არ ვიცი რატო. რატომღაც? მაშინ გავიქცევი. აბა შედი ახლა ეს სანამ სულჭკვაზე ვარ. კი ბატონო. ბიჭო, მაგრამ იცოდე, აქედანაც გავიქცევი. ეხლა ვნახოთ როგორც გაიქცევი. გაიქეცი, რატო არ გარბიხარ? მიდი, ხო? მიდი, ერთი გიყურო, რავაშ კაცი ხარ, მიდი. ალო! ჩემუშფეხები. გაიქცევა ბიჭი. წნარად მოქალაქე. ალო! მოსამართლე ბეჟანასაც თხოვეთ თუ შეიძლება. შეიძლება, გისმენთ. თქვენ ახალ პაცელ ბეჟან. გაიოს გელაპარაკებით. მაპატიეთ ამ კვირა დღესო გაწუხეთ, მაგრამ არა უშავს, რასია საქმე? დიდი არაფერი, აქ ერთი მოქალაქე დავაკავეთ ჭუბზე და თამპალო რობერტა უცენია. მაგრა უჟეშია. თვითონ თამპალო რას ამბობს? რა ვიცი, ამბობენ რომ ვერაფერსაც ვერ ამბობს. ოიცა რას ამბობს? ბიჭო, ცოცხალი ხოა? ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ ეგეთები არ ყვდებიან. შენ ჩუბათანა. ითხარი მე შექმას მიღებ მეთქი. უყურე მასა. ვის უყურე ბიჭო? აგაებურსა პატეცემულობეჟა. რა მინდაო? რაო და ეგეთები არ ყვდებიანო. ეს ყობა კაი ბიჭია, გოიჩედა. რავი აბა. არა უშავს. სახლში მოგართვა თუ სასამართლოში? სახლში მომართვა რა, ხაშია? 5 საათზე სასამართლოში ჩამოვიყავ. და 10 დღით გავუშვებ ვენახში სამუშაოდ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ რობერტა ჩივილს არ დაიწყებს. რობერტა. გაიგონე ბიჭო როგორ დამაიქცე? რობერტა დასულა პატეცემულობეჟა. რავი აბა. როგორც კი გონზე მოსულა ამდღარა და წასულა. თოლის წინ დაუბარებია, აგურის ახლეზე მინდივარ. გასაგებია. მაშ ესე 5 საათზე ამომიყავს. შენთვის პირი არ არსებო. სად მიდიხარ კაცო? მართალია, მართალს ამბობს. სულ დაგვავიწყდა დღეს კვირა დღეა. მაშ ესე. ამაღამ თქვენთან გაათენებს განყოფილებაში. ხვალ ამომიყოთ სასამართლოში. გასაგებია. გასაგებია პატეცემულობეჟა. რა მანქანა ყავს ბიჭო? საკრავი მანქანისგან ავაწყო. მე ერთ საათში ჩახვალ თბილისში. ჩავა. აი, ხომ გითხარით? მამაჩქარა, წავყონოთ სახლში და დავბრუნდეთ უკან. სად გაქრა ეს ხალხი?
გაგიჭირე. შენ კაცი გაგექცევა. გაგაცინოს. აბა ვიტი რო? ახლა ნახავთ იმის გაიცინოს. მაიტა საბუთები. ესე. ხარ გაყოფილებაში მოხალ უფროსთან დანარჩენს იქ ვილაპარაკებთ. ეხლა აქედან დადი სანამ ნომრები არ დამიხსენია. არ გაჩერება არ შეიძლება. მოუჩაგედან. ხვალა მეთქი. ეხლა დადი. მაგას რა ჯობი? აბა კარგად იყავი გუგი. თავი არ აქვს დროზე. რამე ხوار გვეჭამა. შეგერაცელა შვილო. ეხლა ცხელი ბორში საკუთარ სიდედერ მირჩევნია განა. ოჩა გაიო. ირეგი გაისაქვე გააკეთე შვილო. რაც კარგები ვართ. ქართველები ვართ. ყველაზე მაგრები კახელები ვართ. აი აქ მერბოდი. გააჩერე ბიჭო რა მოგივიდა აი ეგრე წადი ძმახარ დახარ წავედი აი იქნება მოვდიოდი აი სწორედ იქიდან არა მიდი წიში